სიღნაღის ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. სარიტუალო დარბაზებს რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სიღნაღის ქორწინების სახლში 24 საათიანი სერვისი ამოქმედება და წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაგეგმონ. ეს ისტორიული შენობა, რომელიც აგებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, განიცდის სრულ რეაბილიტაციას. ის ამჟამად არის ავარიულ მდგომარეობაში და მოხდება მისი გამაგრება და რაც მთავარია, მოხდება მისი ისტორიული იერსახის შენარჩუნება და დიზაინი იქნება შესაფერისი სარიტუალო დარბაზისა, რაც არის აუცილებელი ქორწინების საზეიმო ცერემონიალისათვის. იუსტიციის სახლი ასევე უახლოეს პერიოდში აპირებს ყველა იმ ქორწინების სივრცის რეაბილიტაციას, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის, რომ თბილისის მერიასთან ერთად იგეგმება კონკის ქორწინების სახლის რეაბილიტაცია, რომელიც შემდეგი წლის პირველ ნახევარში გაიხსნება და მთელ საქართველოს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს როგორც ქორწინების სახლებით, ასევე ქორწინების სივრცეებით. იუსტიციის სამინისტროს ეს მასშტაბური პროექტი, რასაც გულისხმობს ქალაქ სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციას, მნიშვნელოვანია არა მარტო სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან ხელი შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში, ასევე საზღვარგარეთიდან შემოსული ვიზიტორების მიზიდულობას.